გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი, ეს არის გადაცემა ჩვენი დრო, რომელიც გადის პოლიტიკური პარტიის სოციალურ პლატფორმებზე. დღეს პროტესტის 25 დღეა, უკვე გადაკეტილი საულის გამზირი და თავისთავად ცხადია, რომ სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, თუმცა ოცნება ამას არ აღიარებს. ესეთი ემზადება, რომ დეკემბერს ყაველაშვილი პრეზიდენტად აკურთხოს და ამით სრული ძალაუფლება მოიპოვოს. თუმცა ამასობაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი აკეთებს განცხადებას 1 საათის წინ. და ეს განცხადება და ამბობს, რომ 29 დეკემბრის მერე ისეთივე პრეზიდენტი იქნება, როგორც დღეს არის და ექნება ისეთივე უფლებები, როგორც დღეს აქვს. გარდა ამისა, დღეს 4 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ბიზნესმენი ხვდებოდა ირაკლი კობახიძეს. ამ შეხვედრიდან გამოსულმა ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა ალბათურმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ მოგცა პირობა, რომ ყველა დაკავებული ახალ წლამდე გათავისუფლდება. აველოდოთ რა მოხდება, მანამდე კი წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ხატია ბაკურაძე, პოლიცაბჭოს წევრი პარტიის ჩვენ, ლაშა მგელაძე, ასევე პოლიცაბჭოს წევრი პარტია ჩვენ და პარტიის ჩვენ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე. მოკლედ კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოგესალმებას დავიწყებ ხატიასგან. ხატია 25 დღე პროტესტის. გვინახავს ბევრი პროტესტი, მაგრამ მსგავსი პროტესტი არ გვინახავს, ხო? როდესაც უკვე კუთხეების მიხედვით აწყობენ მარშებს და ასე შემდეგ. ხო, პროფესიის და სხვა შორის ამაზე კოცები სულ გადაობენ ხოლმე, მაგრამ ამას თავი რო გავარ. რა მოგცა 25 დღემ და რას მოგვიტანს ერთკვირიანი ულტიმატუმი პრეზიდენტს? შე როგორც რაღაცა ანატომიაში ხო პროტესტების რას მოგვიტანს დარჩენილი ერთი კვირა? პირველ რიგში მოგვიტანა უწყვეტობა, პროტესტის და ერთიანობის შეგრძნება. ეს ორი დადებითი, რაც შემიძლია ვთქვა. თუმცა ანატომიიდან გამომდინარე, მე პირადად ის პირველი 12 დღე, როდესაც გვარბევდნენ და გვწამლავდნენ და ასე შემდეგ, ასეთი აქციების მიმდინარეობის პროცესში რა ყოფილიყო დღისი ეს მსვლელობები უფრო კომპლექსური იქნებოდა და გაცილებით შედეგიანი. ანუ ოცნება უფრო ადვილად დაიხევდა უკან? ოცნება საერთოდ კრემლის ფილიალია და მე არ მჯერა, რომ ადვილად დაიხევს კრემლი. გასაკებია, აი ამასობაში ლაშა შენ მინდა კითხო და მე გიორგისთანაც გადავალ. ბიზნეს ჩვენ ნახეთ თავისუფალი ბიზნესმენების პლატფორმა, სადაც უკვე 2000-მდე ბიზნესმენი არეგისტრირდა. დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ 100-ზე მეტი ბიზნესმენი შეხვდა პრემიერს. ნუ აქედან გასაგებია, რომ ოცნების მხარდამჭერებიც იყვნენ, უბრალოდ ეგრეთ წოდებული პრემიერს. ოცნების მხარდამჭერებიც იყვნენ, გასაგებია, ხო? მაგალითად, აი ნოშიკო. ხო? 112 წელი თავისუფალი ეცნახით, ანუ მე ყველას ისე შეუძლიაო, რომ ცხოვრობს როგორც ცხოვრობს და ასე შემდეგ. მაგრამ აქ იყო ლაშა პაპაშვილის განცხადება ძალიან საინტერესო, რომ ბიზნესიო იზარალებს ბევრსო, ნუტრირებას ვახდენ, თუ რამე არ შეიცვალა. რა შედეგი ქონდა ამ ბიზნესის დღეს კობახიძე? საერთოდ უნდა შეხვედროდნენ, თუნდაც ის პროტესტანტი ბიზნესმენი. ახეთ წინას და ვსაუბრობდი და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. ერთია ის ჩვენ როგორ შევხვდივართ გულიან ქვეყანას და ქართველს ბიზნესმენს, რომელიც აღიარებული როგორც მოქალაქეს, როგორ შედგება გულიან ქვეყანაზე. მაგრამ მეორეა ბიზნესის შინაარსი, ხო? საერთოდ ჯამში შევხედოთ, ბიზნეს ვერ ექნება პატრიოტული განწყობა. თუ ის არ არის უკვე შემდგარი და ძალიან დიდი რაოდენობა თუ არ ეწევა ქველმოქმედებას. ხო? ანუ ბიზნესის შეხვედრა აუცილებლად უნდა შეხვედროდნენ. იმიტომ რომ ეს აღიარებას ხო არ ნიშნავს კობახიძის პრემიერის? არა, აღიარება აქ მიასე ხარისხოვანია. ბიზნესი ქუჩაში გამოდის მას შემდეგ, რაც ხედავს, რომ სხვა გზა არ აქვს. ანუ მაქსიმალურად ცდილობს ნაკლებ, ანუ ბიზნესისთვის ესე ვთქვათ, არავდგრადი გარემო ძალიან დამაზიანებელია. ბიზნესმა ვთქვათ, რომ დღეს გამოაცხადოს ესე ვთქვათ პროტესტი და გააჩეროს თავისი საქმიანობა. სამ დღეში შეიძლება ესე გაყოწდეს ან ერთ თვეში უკვე ან დღევანდელმა ერთი დღის გაჩერებამ შეიძლება მოიტანოს ისეთი პრობლემები, იმისთვის რომ წლები დაჭირდეს ამის აღმოფხვრას.
რადგან ჩვენ ხედავდით წინაჯერზე, როდესაც ბიზნესმენები 400 ბიზნესმენი გაერთიანდა და საპროტესტო ესე ვთქვათ განცხადება გააკეთეს, დღეს ვხედავთ რომ ყობახიდეში ესენი შეხვდნენ, იმიტომ რომ ისინი უკვე რეალურად ხედავენ არა მდგრად ეკონომიკურ გარემოს ქვეყანაში და რეალურად ხედავენ რომ მათ ბიზნესს საფრთხე ემუქრება. ისინი ამიტომ შეხვდნენ ყობახიძეს, ანუ ყობახიძისთვის ეს ერთგვარი გამოფხიზლებაც იქნებოდა, იმიტომ რომ ბიზნესი თუ ჩამოიშალა ქვეყანაში, ეკონომიკური გარემო თუ ჩამოიშალა, ამას უკვე შეუქცევადი ხასიათი ექნება. მაგრამ ნახე რა ხდება ბოდიში, ამ შეხვედრაზე იყვნენ ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენები, ხო? და შესაბამისად ოცნებას აქ ეს არგუმენტი რომ აი ბიზნესი, მსხვილი ბიზნესმენები, ხო, რომლებიც პრობლემას ვერ ხედავენ, ხო, კომპანიები. ასე შემდგომ. ანუ ოცნება მაინც მიუხედავად იმისა, რომ დღეს თქვა დინარაძემ თქვა, რომ აქამდე სულ 20 იანვარზე იყვნენ ორიენტირებული ტრამპის ინაუგურაციის მერე პერკატიკნა, დღეს თქვა, რომ გადამეტებული მოლოდინები არ უნდა კონდეს 20 იანვრიდანო, არც გადამეტებული იმედგაცრუება. ანუ თითქოს რაღაცა განგით რომ თქვა პლასტიკა ამოატრია დინარაძემ. აი ეს ბიზნესმენები ხო შეიძლება რომ აქ ყოფილიყო ერთგვარი მუქარაც დახურულ შეხვედრაზე. რომელსაც ჩვენ ვერ გავიგებთ. ხო, დეტალები არც ერთ მხარეს არ გავიხსენებ. ბიზნესმენების ხო, ყობახიძის მხრივ. ანუ ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდი, ანუ აქცენტი მაგნატილში გავაკეთე. ერთია რომ ბიზნესი ის ნაწილი, რომელიც შეხვდა ყობახიძის მხარდამჭერია, მაგრამ მეორე არის შეხვედრის მიზეზი. შეხვედრის მიზეზი აუცილებლად იქნებოდა ის, რომ ის მე შეგიჭერ მხარს, მაგრამ შენი პოლიტიკით ხვალ მარტო ჩემი მხარდაჭერა დაგჭება, ვერც ფულადი სახსრები, რომელსაც გწირავ შენ და ვერც არც ჩემი ბიზნესი აღარ დარჩება. ესე ვთქვათ, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მცირე სამუშაო ძალის გაქრობასთან ასოცირდება, ხო? და რომელიც ასოცირდება, რომ რადგან მე შენ დღეს შეხვდი და გაგაფრთხილე, გითხარი, შენ თუ ესე გააგზელე, მე ხვალ შემიძლია ესე გავიტან კაპიტალს ამ ქვეყნიდან და წავალ ქვეყანაში ჩემი ფულით, სადაც უფრო უკეთესად შევძლებ ამ ფულის დაბანდებას და მოგების მიღებას, ხო? მაგიტომ ვთქვი, რომ პატრიოტიზმი შეგრძნება, როცა ჩვენ ბიზნესებს ვსაუბრობთ, ცოტა სხვანაირია იქ. ხო, თუმცა იგივე აი დაიტოვეში სოციალ Facebook ჯგუფში ცუდი რეაქცია მოყვა ამ შეხვედრას რა და ნუ იქ გამოითქვა ეგეთი მოსაზრებები, რომ აი ბიზნესმენები ისევ რაღაცა ცდილობენ ურთიერთობის დაალაგებას, რომ ყველა უნდა გავიგოთ ამ ბიზნესმენების სახელები, ვინც ხალხით აღარ დადგება და ასე შემდეგ. ნახეთ, მიზეზი არის გაუგებარი. თქვენ თვით ამბობთ, რომ მხარდამჭერები არიან ყობახიძის. ზოგი, ხო, გასაგებია, ხო, ზოგი. თუ მხარდამჭერი ვარ ბიზნესს, ანუ თუ მხარდამჭერი ვარ ყობახიძის და ეს უკვე ანუ ალებში, ანუ ცნობილია. რა მხარდამჭერისთვის უნდა შეხვედრილიყავ. ანუ მე და თქვენ თუ გვაქვს ბიზნეს ურთიერთობები უკვე, ეს ყველასთვის ცნობილია და შეთამაშებული ვართ ერთმანეთში. ხარი დამიჭირეო, მაგისთვის შეხვედრა რაში მჭირდება? კარგი. ხო? გავიგეთ და აი ამ კონტექსტში მოდი იმაზეც ვისაუბროთ. უბრალოდ დიდი ბოდიში შეგაწყვეტე მესმის იმ ადამიანების, ვინც ესე ვთქვათ, აპროტესტებდა ამ შეხვედრებს, უბრალოდ ცოტა ნაკლებ ემოციურად თუ შევხედავთ სიტუაციას, იქნება უკეთესი. ყველას ემოციის მესმის. ემოციის გარეშე და პრაგმატულად შევხედოთ რა ბიზნესთან არის დაკავშირებული. კალაძის საახალწლო სოფელი. ჩვენ გვახსოვს წლების წინ რამდენი ადამიანი იყო, როგორც თქვა, ეწარმე, ასევე დამსვენებელი თვალ. წელს ხედავთ, რომ პრაქტიკულად ცარიელია ეს სოფელი. ანუ ამით ვინ უფრო ზარალო? ის მცირე მეწარმეები, რომლებიც იღებდნენ და მთელი წელი ელოდებოდნენ, აი ჩემი ახლობელიც იღებდა ხოლმე. წელს თუ ეს რაღაცა პოლიტიკური კრახი არის თბილისის მერიისთვის, რომ ცარიელია ეს სოფელი და ფილმებსაც კი ცარიელი თუ შევხედავთ ვინ უფრო ზარალობს უფრო მეტად სახელმწიფო რა თქმა უნდა. მე ანუ ნახეთ ეს შეიძლება ბევრი ფიქრობდა რომ რაღაცა თანხას გამოიმუშავებდა ამ სოფელში, მაგრამ ეს არის ერთჯერადი ხასიათის, რომელსაც არა განგრძობითი ხასიათი და ამაზე არ არის დამოკიდებული ბიზნესი. და მას შეუძლია ამ შემთხვევაში თავისი გულიდან გამომდინარე, თავისი პატრიოტიზმიდან გამომდინარე იმოქმედოს. დღეს წააგებს, პირობითად ვამბობ რაღაც ნაწილში, მაგრამ თავისი პროტესტით ქმნის პოტენციალს იმისა, რომ ამ ქვეყანაში უკეთესი ბიზნეს გარემო შეიქმნას და მეტი მოიგოს. და პერსპექტივა შექმნას ამ ქვეყანაში, ხო? ანუ იმიტომ ვთქვი, რომ ორმაგი სახი აქვს ბიზნესს, ერთი როგორც მოქალაქეს პატრიოტს და მეორე როგორც ბიზნესს. ის ბიზნესი იმ რისკზე და იმ დონით, რომელიც მას შეუძლია. კი, თავის დაზარალებისთვის, მაგრამ ისე ვერ დაიზარალებს თავს, რომ დაპოტრდეს, ხო? ანუ ეს პოლიტიკური აქცია, რომელიც ერთ-ერთი ნაწილია იმისა, რომ სახელმწიფო ძალაუფლება ხელიდან ეცლება და ჩამოიშლება. ადრე თუ გვიან. დაშა, მე კითხავ აუცილებლად გუშინ წინ ფორმულას ქონა ძალიან საინტერესო გამოძიება იმასთან დაკავშირებით,
როგორ გაქრა ეროვნული ბანკიდან ოქროს ზოდები, როგორ გაიყიდა თუ არ არსებობს და იქ ეჭვი იყო რაღაც ქართულ ბანკზე ივანიშვილს და შემდეგ. თუმცა ამაზე მე კითხავ, მანამდე გიორგისთან მინდა გადავიდე კითხვით. გიორგი, პოლიტიკური, ვინაიდან პოლიტოლოგი ხარ, პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდეთ. გუშინ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ წინ თქვა, რომ მე გადავდივარ შეტევის ახალ ფაზაზე. გუშინ მთელი საქართველო და რა სიტყვა ზურაბიშვილი მივიდა, თუმცა არ მოხდა ის, რომ ხმა მოიპარესითაც, გაითიშა, მართა. მაგრამ ამასაც თავი რომ დავანებოთ. დღეს გაავრცელა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვა. სადაც ამბობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. ერთი თქვა, რომ შეიქმნება საბჭო, რომელიც მოამზადებს სიტუაციას არჩევნებისთვის. მეორე იყო ის, რომ მან თქვა, რომ მოვიდესო ივანიშვილიო პრეზიდენციაში, თუ მარტო მოვა, მეც მარტო დავხვდებიო, არ არის უპრობლემაო. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი თქვა, რომ თუ 29-მდე არ მოხდება შეფასება, მაშინ ჩვენო რეჟიმის ჩამოშლით უნდა მივიდეთ არჩევნებამდეო. როგორ გაიგე არჩევნებამდე მისვლა, რას გულისხმობდა? ვთქვათ, ახალ არჩევნებს, ადგილობრივ არჩევნებს თუ 20-28-ის არჩევნებს? ცოტა ორაზროვნად ჩემთვის. იცით რა, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მინდა აღნიშნო, რომ დღეს ცოტა ახალი პლატფორმით გავდივართ, თუ რაიმე ტექნიკური ხარვეზი იქნება მოგვიტევეთ, მაგრამ კიდე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს იმისთვის, რომ უფრო მეტი ობიექტური, გამჭვირვალე და საინტერესო ინფორმაცია განახლებული ფორმატით მოგაწოდოთ. არჩევნებსაც ეხება თითოეულ ჩვენთაგანს მოქალაქე ჩვენ ვართ შეთანხმებული, რომ ჩვენ გვინდა ახალი არჩევნები. და რა თქმა უნდა ის რამოდენიმე დღე რაც მოქმედ პრეზიდენტს აქვს დარჩენილი 29 დეკემბრამდე ეს დღეები უნდა გამოვიყენოთ ჩვენც მანაც და საერთაშორისო პარტნიორებმა რომ რაღაცა ფორმით ვაიძულოთ ქართული ოცნება ეს რეჟიმი ეს სისტემა იმისთვის რომ დანიშნოს ახალი არჩევნები. რა თქმა უნდა მათ ამ ახალი არჩევნების დანიშვნა არ უნდათ ცდილობენ რომ ყაველაშვილის ინაუგურაციით დაასრულონ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პროცესი, იმიტომ ფაქტობრივად გამოვა რომ 29 დეკემბრიდან ბიძინა ივანიშვილი ფლობს ხელისუფლების ყველა შტოს, მათ შორის ეგრეთ წოდებულს 29-ის მერე პრეზიდენტს, პარლამენტს და ასე შემდეგ. სალომემ თქვა რომ მე 29-ის მერეც ვიქნები პრეზიდენტი, ისეთივე დამოუკიდებელი, ისეთივე თავისუფალი და იგივე უფლებებით, რაც დღეს მაქვს. ანუ ის არ აპირებს რომ დათმოს. ჩვენ ძალიან საინტერესო პერიოდი გველის ამ წინა საახალწლოდ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ქართული ოცნება კბილებით არის ჩამღაუჭებული ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი იგზნოს აქ კომფორტულად. ჩვენ ვიხილეთ დღეს თუ არ ვწდები კადრები, ყოველ შემთხვევაში მე დღეს ვიხილე კადრები, როგორ მისი ვაჟი და რაღაცა ნათესავები და ოჯახის წევრები რამოდენიმე დღე ფარულად, ხო, სტუმრებთან ერთად ფარულად აჭარის მაღალმთიან სათხილამურო კურორტზე ასე ვთქვათ, დროს ატარებდნენ. ეს იყო გოდერძის კი ბატონო. განსაკუთრებული ზომები იყო. განსაკუთრებული ზომები იყო, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების და ინფორმაციული ვაკუუმისაც, ანუ ძალიან გვიან გავიგეთ მედიამ და ჩვენ რატო გამახსენდა ეს მომენტი. სავარაუდოდ მე ესე ვფიქრობ, შეიძლება ვწდები და ეს უბრალოდ რაღაცა მეგობრები ჩამოიყვანა თავის ბჭყალებში სოფელში. მაგრამ ივანიშვილმა, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება გამოარიდა საკუთარი შვილი და რძალი, ვინაიდან ელოდება სანქციების დამძიმებას, მათ შორის ეკონომიკური სანქციები. ხო, თუმცა ბერა ისეთ ქვეყანაში იყო, სადაც არ ვრცელდება არც ევროპული და არც ამერიკული სანქციები, ავსტრალიაში. კი, არა, ავსტრალიაში. ბერა ივანიშვილი იმყოფება ბრაზილიაში. ბრაზილიაში ბოდიში. და ის რომ იმყოფებოდეს სამხრეთ კორეაში ან ავსტრალიაში, ნამდვილად მასზე გავრცელდებოდა ბევრი სანქცია, შევა პირდაპირ ამერიკული და ევროკავშირის არა, მაგრამ ეს სახელმწიფოები წარმოადგენენ ერთ ოჯახს. იაპონიასთან ერთად და ასე შემდეგ. მოკლედ ეს მაყურებელს დეტალები ამ დონეზე არ აინტერესებს, ფაქტი რჩება, რომ ივანიშვილმა არ მჯერა რომ მან გამონახა ეხლა დრო უბრალოდ დასასვენებლად. ისინის ხაზგასმაც ხო არის, სოციალურ ქსელშიც ვკითხულობდი, რომ ივანიშვილის ოჯახი ხაზს უსმევს იმას, რომ აი ამდენი ადამიანის მართალია კობახიძის დათვლით 3000-ია მდინარაძის 800 თუ 1500, მაგრამ ხაზს უსმევენ, რომ აი სულ არ გვაინტერესებს ეს ხალხი რას აპროტესტებს, აი
ცხოვრება ჩვეულებრივ მიდის და საერთოდ იმ აკვარიუმში, სადაც ახლა ზის ბიძინა ივანიშვილი, არ ვიცი ფიზიკურად ახლა ეს სად იმყოფება, მაგრამ იმ აკვარიუმში ზის, იმიტომ რომ მას ეშინია ხალხის შიში, რა იმ ტყვილიც არ უნდა მიუტანოს კობახიძემ, დინარაძემ თუ სხვა მისმა ლაქიამ, ის მაინც ფლობს მეტნაკლებად ინფორმაციას, რომ ყოველდღიურად მეტი და რაც თავარია მისი შეიძლება ასე ითქვას, ყოფილი მხარდამჭერი, ანუ ბევრი ახლა ტერმინები შემოვიდა ახალი ამ აქციების დროს, ბევრი კოცი განკოცდა. გამოიხედა როგორც იქნა თვალებში, უყურა რა იმ ძალადობას, იმ ბავშვების და მოქალაქეების ცემატყეპას, დევნას და ნუ მოკლედ თელ იმ ტოტალიტარულ მანქანის ამუშავებას. კოციც როგორიც იყო ქეთიტოვი. ბევრი და იმდენი კოცი განკოცდაო, რომ განკოცებულების აქციაც ხوار მოვაწყვეტო. განკოცებულების აქციაც მასაწყობია. მოკლედ თქვა იმისი მინდა რომ ახალი არჩევნები აუცილებლად იქნება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, ანუ იმ ადამიანების ვინც ვართ ქუჩაში გასული საპროტესტოდ და ქალბატონი პრეზიდენტის და ჩვენი პარტნიორების ასე ვთქვათ ვალდებულება, რომ ეს რაც შეიძლება მალე უახლოს დროში მოხდეს. გავიგე, მაგრამ ნახე, აი ბევრს წერენ უკვე ამაზე. რომ საზოგადოებას არ მოწონს არც ის ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ოთხეულება. თუ კი იქნება ახალი არჩევნები, სხვა დროსაც მიკითხავს მე, მაგრამ ვინაიდან რაღაც ფორმატით უსტარულად აღარ გავდივართ ეთერში, ხო? ამასაც ვიტყვი. აი ესაც არის სწორედ. საქართველოში ხო პოლიტიკა ზოგადად დაკავშირებულია ფულთან, მაგრამ რაღაც ბიზნესთანაც არის დაკავშირებული, ხო? იმოთ პარტიას აქვს ძალიან ბევრი ფული, ნუ ეს დეკლარაციებიდან ჩანს და პატარა პარტიებს როგორიც არის, მაგალითად პოლიტიკური პარტიები ფინანსები, ფული არ აქვს და შესაბამისად ეს როგორღაც წვალობენ, რომ იატაკ ქვეშიდან მიაწოდონ ადამიანებს ინფორმაცია და ნუ როგორღაც ახერხებს პარტიაც არსებობს. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ უარ ახალი არჩევნები, ნუ თუ გაზაფხულზე დაინიშნა, ბევრი დრო არ არის, მაგრამ ადამიანები აღარ გააკეთებენ აქცენტს იმ ოთხეულ და დაიწყებენ ახალი პარტიების, ახალი სახეების ძებნას. აი ამ 4 თვეში რას შესთავაზებს, ან ეხლა რას თავაზობს თქვენი პარტია ამორჩევლად? მე ძალიან მოკლედ უპასუხებ და დარწმუნებული ვარ ლაშა და ხატია ჩვენი კოლეგები გადასარევად და უფრო სიღრმისეულად უპასუხებენ ამ შეკითხვას. მე მინდა მსურს რომ ჯეროდეს რომ საქართველოში ამომრჩეველი და განსაკუთრებით ამ არჩევნების 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ კიდევ უფრო ერთი ნაბიჯით გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მეზობელი, ჩემი კლასელი, ჩემი ჯგუფელი, ჩემი სტუდენტი ლაშას თანამშრომელი ხატიას, არც ვეტერინარი პირობითად, ხო? ეს ადამიანები რამოდენიმეჯერ ძალიან სწორად გაანალიზებენ თუ ვის და რაც თავარია რატომ უნდა მისცენ ხმა. საერთოდ მე მგონი ეგაც პრობლემაა ქართულ კონკრეტული კითხვა, რას შესთავაზებთ ამორჩეველს? ამიტომ მე აი მაგალითად ამიტომ ჩვენ თავაზობთ მომწონს ის ოთხეულება, ხო? რას თავაზობთ რომ მე მოგცეთ? აი ამის ფონზე ჩვენ უნდა გადაცემა მიმყავს, ეს არ არის ინდულგენცია, რომ გარანტირებულად ჩემი ხმა მიიღო. არ არის, სამწუხაროდ. მაგრამ ყველაზე ფული შენი ხმის მიღება. ამორჩევლის გაზდა პირდაპირ დაკავშირებულია იმ შედეგთან, რაც შედეგი დაიდება არჩევნებზე. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებზეც ძალიან კონკრეტული გზავნილებით ვიყავით. ჩვენ აი 26 ოქტომბრის არჩევნებს და წინა საარჩევნო პერიოდს გულისხმობ. ჩვენ ამ წინა არჩევნებზეც, მიტაცებულ არჩევნებზეც ვეცადეთ, რომ თითეული ამომრჩევლისთვის მიგვეტანა, რას ფიქრობთ ეკონომიკაზე, რას ფიქრობთ კარაქი რო გაძვირდება ხვალ დილით, რას ფიქრობთ სხვადასხვა საკითხზე. მაგრამ ამომრჩეველმა იმ მომენტში მაინც აყვა სახელმწიფო პროპაგანდას და მათ შორის აი ამ ოთხეულის პროპაგანდასაც თუ შენ ხმას მიცემდი ასე ვთქვათ სხვა რომელიმე პარტიას ამ ოთხეულის მიღმა ავტომატურად ქართული ოცნების წისქვილზე დაასხამდი წყალს და ქართული ოცნება აშინებდა ამომრჩეველს რომ ომი დაიწყება თუ არ მოვა ქართული ოცნება და ასე შემდეგ ეხა აღარ გავაგზავნებთ იმედია გახსოვთ კარგად და ამას გაიხსენებთ შემდეგ არჩევნებზე. ამიტომ ჩვენი პარტია უკვე დამუშავდა ჩვენი ახალი განახლებული დოკუმენტი კიდე რაღაცა პროცედურებს გავივლით, შევათანხმებთ ექსპერტებთან. გაგვიხარდება თუ ეს ექსპერტები გვეწევიან სტუდიაში, ვისაუბრებთ
ეკონომიკურ რეფორმებზე ვისაუბრეთ, პოლიტიკურ რეფორმებზე ვისაუბრეთ, სხვა მნიშვნელოვან დარგებზე და ამას რა თქმა უნდა შევთავაზებთ ამ მომრჩეველს და დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მინდა რომ ჯეროდეს ამ მომრჩეველი უფრო მეტად ცივი გონებით თუ შეიძლება ასე იტყვას, პრაგმატულად, აწონილად მიიღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც არის, თუ როგორ მიუტანთ ამ ინფორმაციას ამ მომრჩეველს, მაგრამ მეორე მხრივ ამ მომრჩეველის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ვალდებულება თუ არა და პასუხისმგებლობა არის, რომ კარგად მოისმინოს სხვადასხვა პარტიის პროგრამა, მოისმინოს ესა თუ ის პარტია რა რეფორმას და რა იდეებს თავაზობს ამ მომრჩეველს და გააკეთოს მართებული არჩევანი. ვფიქრობ, რომ ლაშა და ხარტია უფრო კარგად გააგრძელებენ ამ თემას. გააგრძელებენ, სამივეს მინდა კითხოთ. აი მაყურებელმა დაწერა კომენტარში, ხადია ის ილუზია რომ პარტია ისევ ერთი რომ არჩევნებში, ახალი არჩევნებში ხელისუფლებაში, მაგრამ თქვენ თუ მოხვდებით ხელისუფლებაში, ამას კითხულობს იდეაში. თუ გაუქმდება ის კანონებიო, რომლებიცო ოცნებამ 26 ოქტომბრის მერე მიიღო, ანუ ჩვენ მივიღეთ ხო რაღაც კანონები, რომ ესე იგი როგორც 1900 ადამიანში დაიჭირონ, იმიტომ რომ შეიძლება დანაშაული გაიგნოს ამ პირბადების წარება, ან წოდებული აგენტების ამ კანონებს თუ გააუქმებთ, აი თქვენ რომ მოხვდებით კოალიციურ ხელისუფლებაში, ამ კუთხით თუ დააყენებთ საკითხებს. მე არ ვფიქრობ, რომ ამის წინააღმდეგი ვინმე იქნება, უფრო მეტსაც ვამბობ, ინა ლაივში დავწვთქვი, აუცილებლად შეიქმნება და ამ საკითხს დავაყენებთ თუ ჩვენ მოხვდით, ესე ვთქვათ, რატო აყენებთ კითხვის ნიშნს? იმიტომ რომ ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული ეს. აბა ვიზე იქნება? კოალიციაზე ბოლომდე, ანუ ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმდევრ. ამას რატო აყენებთ თქვენ თქვი? კოალიციურ მთავრობაში. ანუ მე არ ვარ, ანუ ნახეთ, დარწმუნებული როც იყო ამაში, მაინც უნდა თქვა თუ, იმიტომ რომ არ იცი პრობლემები როგორ განვითარდება და რა მოხდება. ეხლა მე დავდგი აქ და იმასავით მატროსოვით ვიძახო რომ მე ამაში დარწმუნებული ვარ და მე გამოვიდა და უირა დარწმუნებული კი ვიყავი, მაგრამ არ გამოვიდა და ვერ მოხვდი. არ მე მინდა რომ გულწრფელი ვიყო ჩემ ამორჩეველთან და არ პოზირებდე და არ ვიტყუებოდე. პარტიამ რომელსაც 2500 ხმა მიიღო წინა არჩევნებში, ახლა ეძახოს მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოხვდები. ეს არის ილუზიის სფერო, ანუ სუბცილი შენ თავს ატყუებ და მე ამორჩეველს ატყუებ. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ მოხვდე. დარწმუნებული ამაში როგორ უნდა ვიყო. ვერთმა როგორი შეხრა საპოლი მაშინ არის ბოლომდე დარწმუნებული, ხა და მე დარწმუნებული ვიყო პარლამენტში მოხვდები თუ არა აუცილებლად, მაშინ როცა ჩემზე არ არის ეს დამოკიდებული მარტო, ხო? ამორჩეველზეა დამოკიდებული როგორ უნდა ვიყო. ხო, თავარია თქვენი პრეზენტაცია მოახდინოთ კარგად. ხო, ვივიტანოთ ჩვენი ხმა ყველა ამორჩევლობდე. ხო? და ჩვენ დაპირებული ვართ ამორჩევლებს, რომ გულწრფელები ვიქნებით და ილუზიებით რაღაცა twins არ გამოურეცხავთ. ეხლა გადიხართ ხოლმე აქციებზე. ხო, ლაპარაკებით იქ ადამიანებს, რომლებიც არც ერთი პარტია არ დამჭერებია. რა მოთხოვნა, რა შეკვეთა აქვს ამ ხალხს? გარდა იმისა, რომ ახალი არჩევნები და პარტიები გათავისუფლდნენ. ნახეთ, გაგიკვირდებათ და მარტო სოციალური პრობლემებზე იქ არ არის საუბარი. ამ ადამიანებს აინტერესებთ რა არის, რა როგორ მოხდება განათლების, რა მოხდება განათლების სექტორში, რა მოხდება ჩანდაცვის სექტორში, როგორ გაუმჯობესდება მათ შორის რიგითი ადამიანის ყოფითი ცხოვრება, რა უქნათ, რა მოუხერხოთ ამ ხელა საჯარო სამსახურის აპარატს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. ანუ იმ საკითხებზე რაზეც თქვენ საუბრობდით, ას ვთავაზობთ. აი თუ გვაქვს საგან მე მგონი გვაქვს 3 წუთში მაქსიმალურად შევეცდები რომ გითხრა. მე ხათი ამაც მინდა რომ პირველი, რასაც ვთავაზობთ, ანუ ჩვენი პროგრამით რაც არის გათვალისწინებული, ეს არის საზოგადოების არაერთხელ გითხრავს, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ხალხის მაქსიმალურ ჩართულობას მართვაში. რაში გამვიხატება ეს? მე დღეს მოგეცი დაპირება, ხვალ ეს დაპირება არ შევასრულე, შენ შეგიძლია ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილება გააუქმო. მოქმედი ხელისუფალის ნებისმიერი გადაწყვეტილება გააუქმო. ანუ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ჩვენ რო შეგვძლებოდა ქუჩაში გამოსვლის გარეშე რუსული კანონის გაუქმება. ამას ვთავაზობთ. ანუ ძალიან მარტივი მექანიზმია. 30000 ხმის შეგროვების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებული იქნება ის საკითხი, რომელიც შევიდა მასთან განსახილველად, დააყენოს პლებისციტზე ან რეფერენდუმზე. ეს მოიცავს მათ შორის ამ რეფერენდუმის და პლებისციტის სისტემის რეფორმას, უფრო მარტივად მოხდეს და ნებისმიერი სახელმწიფოს გადაწყვეტილება შეუძლია გააუქმოს ხალხმა. ამ მექანიზმს თავაზობთ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. ნუ სასამართლო რეფორმა ესე ვთქვათ, გაცვეთილი თემაა და მაგის გარეშე ვერ მოხდება ვერაფერი, მათ შორის ეგ უნდა დაიწყო. ხო?
ჩვენ თავაზობთ ეკონომიკური დონის სწრაფ ჩვენი რეფორმების შედეგად. ვფიქრობთ, რომ 3-4 წელიწადში ეს ქვეყანა დადგება სწრაფ ეკონომიკური ზრდის რელსებზე. დრო თუ გვაქვს ჩაოშლით თავის საგადასახადო. მოდი ხატეს მოусმენ. არა, ნახეთ მე რითი დავიწყე თქვენ ამბობთ თავაზობ და მე რითი დავიწყე? მათ შეუძლიათ ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილების გაუქმება. ხო? თუ მე მათ ვატყუებ ან დავპირდი ერთი გადასახადის შემოტანას და მე გადასახადებს ვზრდი, ამ ჩემ გადაწყვეტილებას გააუქმებენ მარტივად. გასაგებია. ატია, შენი აი მთავარი სათქმელი რა იქნება ადამიანებთან. აი თუნდაც აქციებზე რო ხვდებიან, ბევრი მეგობარი ყავს ხო, აქციის მეგობარი. რა მოთხოვნები აქვს და აი რო გეკითხებიან, რომ აი პასუხი. აი ძირითადად აი ამ სოციალური განათლება ეს ყველაფერი ბუნებრივია დარდებს ხალხს მაგრამ ერთ-ერთი მოთხოვნა ამ ხალხის არის მრავალპარტიულობა პარლამენტში ეს არის მიზანი მე ვფიქრობ ყველა კომიტინგის რომ აინიშნოს ახალი არჩევნები და ეს არჩევნები უნდათ უკვე მრავალპარტიული. ცოტა იჭმეპარება ამაში. აი რა შემიძლია ხა უთხრა ამ მრჩეველს რამე თუ მრავალპარტიულობა არის ხალხის მოთხოვნა, მაგრამ ჩვენი მაგალითად არც ერთი კითხვა, ინიციატივა, წერილი თუ ასე შემდეგ არ დარჩა პასუხის გარეშე თუნდაც ალბათონი პრეზიდენტისგან რომელიც ახლა თulis რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ხო და გავაკეთებ ყველაფერს რომ არჩევნები ჩატარდეს. ოღონდ როგორ როდესაც არ თulis საჭიროდ რომ ისეთ პატარა პარტიები როგორც ჩვენ ვართ მე ვამბობ პროევროპულ პარტიებზე რასაკვირველია რომლებიც იმსახურებენ ხო ეს ძალებიც მართალია პატარა, მაგრამ პატარა ძალების გაერთიანება. მაგრამ ეს გაერთიანება რაღაც საჭირო იქნება. გარემო ხო? დაიმსხრება. როგორ დაიმსხრება თუ პატარებს ესე დაგვაიგნორებს? არა, რა აუცილებელია ვინმეს ხოლგის ქვეშ იყოს პარტია. თუ იქნება თქვა სხვანაირად დაკომპლექტებული CSGO ხო? თუ კი ჩვენ ხო ვხედავთ აქციებზე ყველაზე კარგად მე მგონი შენ ხედავ რომ არ უნდათ ეგრეთ წოდებული ცნობადი პარტიების და სახელმწიფო საკითხი არის არა ხოლგის ქვეშ გაერთიანებაზე. გაერთიანებაზე არ არის, საერთოდ ხო უნდა ფიგურირებდე. აი ჩვენ ხო აი ცოტა ხნის წინ ახსენე ხო რომ წინ წავიწიეთ, იმიტომ რომ ოღონდ ეს გავაკეთეთ ჩვენი ძალები. რა დღეში ვიყავით წინასაარჩევნოდ, ესეც ყველას გვახსოვს. ანუ ფინანსების გარეშე ფაქტიურად მივედით ჩვენ არჩევნებამდე. ფაქტიურად კი არა კი ფინანსების გარეშე. ჩვენ თუ იგივე პროცესი თუ კი არა და ვიქნებით ხო, მაგრამ დავიგნორდით თუ ტელევიზიების თუ დემოკრატიის შუქურა ქალბატონის მხრიდან რანაირად უნდა მიაწოდოთ სადღაც ანუ ლაშას რაღაც თქმა და მე ერთი რეპლიკა და ხო ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე რომ ვინმეს ხოლგის ქვეშ ვიყავთ აქ უბრალოდ საუბარი არის იმაზე რომ ოპოზიციური პარტიები მათ შორის ამ საკითხს განიხილავენ ბიზნესად ჩემი აზრით შეიძლება ვწდები და არა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების ფარგლებში თუ ისინი განიხილავენ ქვეყნის სასიკეთო საქმის კეთების ფარგლებში პირიქით მათ უნდა აწყობდეთ ოპონენტებთან საუბარი და აქ უნდა იყოს იდეების ჭიდილი მე რომ ჩემი იდეას გესაუბრებით და თქვენი იდეებით ოპონირებას ვიწევთ უკვე ამ ორჩევლისთვის მარტივია გააკეთოს არჩევანი მაგრამ ოდესაც მე ბიზნეს ანუ ამას ამ საკითხს უყურებ როგორც ბიზნესს მაშინ ყველანაირად ვცდილობ ჩემ თურმე ვარ ძლიერი ჩემზე სუსტები დავბლოკო აქ ამას ჩემი აზრით ამას გულისხმობდა ხატია ჩვენ არაერთხელ მithქვია ამ წრეს აუცილებლად გავარგოთ და კიდე საკითხი იყო რაში იცით რასაც გულისხმობდა ჩემი აზრით რომ ჩვენ მეტი ძალისხმევა გვჭირდება რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ ამორჩევლებთან ანუ როდესაც პოლიტიკური ელიტა ბლოკავს შენ საქმიანობას, შენ იძულებული ხდები, რომ შენი მწირი რესურსებით მიიტანო შენი ხმა ამორჩევლთან, ვერ ვიდიხარ ტელევიზიაში, ანუ მათი ხოლგის ქვეშ კი არა, მათ მიერ შეკრების დროს საკითხების განხილვაზე ვხედავთ, რომ ტრადიციული ტელევიზიები უკვე აღარ არის. მაგიტომაც ვამბობ, ჩვენ ადრე თუ გვიან ამ წრეს გავარღვევთ, იმიტომ რომ სოციალურ ამას ხართ მაინც. ხო, მაგრამ საკითხი ხო სხვაგვარად იყო დასმული, ხო? ანუ რატო გინდათ ამათი ხოლგის ქვეშ ყოფნაზე არის საუბარი. აქ არის მათთან იდეების
ჯანსაღ ჭიდილზე საუბარი, ვის საშუალებაც არ არის. კარგი ერთი რეპლიკა, აი ახლა კადრში ხედავთ, რომ ხატიას უჭირავს ბიმი, ხო? ბიმი, ხო. ერთ-ერთი აი ამ პარტიის, როგორც მე ვიცი, საპროგრამო თუ არ ვიცი როგორ შეიძლება ითქვას, არის სწორედ ცხოველთა უფლებების დაცვა. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს განსაკუთრებით ქოცები იცინიან ხოლმე ამაზე. ხო, ცხოველთა უფლებებზე, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება იქნება ესაც. არ არის ეს საკითხის ასაცილო. არა, მე კი მაშინ, როდესაც დედის წინ ბავშვს მაწანწალა ძაღლი კბენს და ადამიანები სამსახურში ვერ წასულან და გარშემო მაწანწალა ძაღლებით არის გავსებული, ყველაფერი ამაზე უნდა იცინო, ხო? კონცეფს მოსახარი ცხოველები, ძაღლები ახსენდათ, როდესაც უნდა აეგზალათ ისინი საახალწლო პიროტექნიკა, ხო? რომ აი ეს მოტივიც იყო. წლები ვითხოვდით, სწორედ ცხოველების გამო. ახლა გიორგის მინდა ვკითხო, თუ კადრში გამოაჩენენ გიორგის კარგი იქნება. გიორგი, ასეა თუ ისე ოცნება პოლიტიკურ კრიზისს არ აღიარებს. ცდილობს რომ არ აღიაროს. ნუ ყოველ შემთხვევაში განცხადებებით ახლა შიგნით რა ხდება და ასე შემდეგ არ ვიცი. ცდილობს რომ არ აღიაროს და პირიქით ეს რაღაცა ხისტად მიდიან და ამბობენ რომ ყველაფერი კარგად არის, იქ მაკაბოჭორიშვილი ხან ჩინეთის ელჩს ხდება ხო, ხან არ ვიცი საუდის არაბეთის თუ ვიღაც ელჩს და ამის ცდილობს რომ ლეგიტიმაცია მიიღოს. სად იქნება კულმინაცია? ნუ 20 იანვარი გასაგებია, მამუკონდიანის დღევანდელი განცხადებით ცოტა სხვა სურათი იქნება, მაგრამ მაინც კულმინაცია სად შეიძლება იყოს? როდესაც შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი ახალი არჩევნები. კულმინაციის ძალიან საინტერესო შეკითხვა არის, გულწრფელად ვამბობ ხა ამას, ვინაიდან რაღაცა მომენტში კულმინაცია უნდა დადგეს. ხო, რა თქმა უნდა, დაუსრულებლად არ რაღაც დაუსრულებლად ეს ვერ გაგრძელდება და კულმინაცია უნდა დადგეს იმ ფორმით, რა ფორმითაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სურს. შესაბამისად, ეს დამოკიდებულია მოქალაქეებზეც, უკვე აღნიშნე საგარეო ჩვენს პარტნიორებზე და აი სიტუაცია საბოლოოდ რო შედგეს. მაგრამ ალბათ და პირველ რიგში მაინც საერთაშორისო სანქციებით, ვინაიდან უყურეთ ეს ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ჯერჯერობით მე რაც ვიცი საგარეო საქმეთა მინისტრად სიტყვა მინისტრიც არ გამოუყენებია არავის მე მიამაყება რომ ამბობენ ეამაყოს მისი სექტის და მართლა სატანისტური სექტის წარმომადგენლობა ეს მისი არჩევანია უმთოსი შავი სანთლები ბიძინა ივანიშვილს ეს ასევე მისი არჩევანია მაგრამ დასავლური და ზოგადად გლობალური ცივილური სამყარო შენ რომ გიწოდებს ქართული ოცნების წარმომადგენელს და ფაქტობრივად არანაირ დისკუსიაში მოლაპარაკებაში და ღონისძიებაში არ გეპატიჟება არ ხარ ჩართული და მაქსიმალური შენი ასე ვთქვათ თამასა არის რომ ჩინეთის ელჩს საქართველოში და არ ვიცი კიდე შეიძლება ირანის ელჩს საქართველოს ავტოკრატიული რეჟიმების ელჩებს რო შეხვდე საქართველოში და ეს გააპიარო ხო ფაქტიურად უკვე ჩამოშლილია მაგრამ არა საკმარისად დღეს ქონდა დებატები თქვა დიპლომატიური პასპორტების გაუქმება გარანტირებულად შეუზღუდავს თუ არ შეუზღუდავს მათ ფლობელებს მოგზაურობას შეუზღუდავს იმ შემთხვევაში თუ თითეული მათგანი ეგრეთ წოდებულ შავ სიაში ჩაჯდება ანუ მაქსიმალურად რაც შეიძლება მეტ რეჟიმის წარმომადგენელს უნდა შეეხოს და კიდევ ერთხელ მერწმუნეთ აი სულ არ უნდა ბატონი კალაძის მეუღლეს რომელიც საქართველოში ყველაზე მდიდარი ქალბატონია რა თქმა უნდა ივანიშვილის მეუღლის შემდგომ მას სულ არ უნდა ჭორვილაში გამოკეტვა ან თუნდაც საბურთალოზე იმას ისე მილანი კი არა ნუ იცით რა არის ხო ანუ ის და ფიქრობს მე ფული ჩემ აქ მან უბრალოდ ფული იმისთვის არის შოვა რომ მე ვიყო გამოკეტილი თუნდაც დედაქალაქ თბილისში ვერ დავხარჯო ეს ფული ბალიზე ნიუ-იორკში შოპინგზე და ასე შემდეგ ამიტომ ეს ბზარი უკვე ნელ-ნელა შიგნიდანაც ღვივდება და კულმინაცია დადგება მაშინ როდესაც საერთაშორისო პარტნიორების ყოველდღიური წნეხით და საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური და უწყვეტი პროტესტის ბაზაზე ეს ხელისუფლება ეს სისტემა ჩამოიშვა. სხვათა შორის აი ახლა გავწევდა ლატვიის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ვესაუბრეო სალომე ზურაბიშვილსა და ჩემი საინტერესო რამეს ამბობს, რომ მეო მივესალმებიო მხარს ვუჭერო პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებასო. რას ნიშნავს ეს? ну მე არ ვიცი რაზე საუბრა ლატვიის პრეზიდენტი ჩვენს პრეზიდენტს ამიტომ ვესაუბრეო საქართველოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სანთელი არ მჭერია ასე ვთქვათ მაგრამ უყურეთ ევროპელები
ზოგადად ცდილობენ სანამ საბოლოოდ ხიდს ჩაუწვავენ ნებისმიერ დიქტატორს და სანამ საბოლოოდ სარზე შემოსვავენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაინც ცდილობენ რომ რაღაცა პატარა სარკმელი გაუხსნან, იგივე გაიარა ზუსტად ლუკაშენკომ, ბელორუსიის დიქტატორმა. მაგრამ მან დღეს დაარეგისტრირდა პრეზიდენტი. დაარეგისტრირეს პრეზიდენტობის კანდიდატად. კი ბატონო, ანუ მან არ გამოიყენა ეს სარკმელი და რატომღაც ვფიქრობ, რომ ლუკაშენკო დაასრულებს გაცილებით უარესად, ვიდრე სადამ ჰუსეინმა და სხვა ლიბიის დიქტატორმა და სხვებმა დაასრულეს, იმიტომ რომ არ შეიძლება ხალხზე ამდენი და ასეთი ხანგრძლივობით ძალადობა, მათ შორის ბელორუსი მაინც ევროპის ასე ვთქვათ ოჯახის ნაწილია და ბელორუსი ხალხი მართალია ნელა, მაგრამ ასე ვთქვათ ამ რეჟიმს დაასრულებს. ხო, მაპატი, აი შორს შეიძლება წაგვიყოს, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, 2020-ში ბელორუსში, ხო? როდესაც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, უფრო საშინელი ძალადობა გამოიღო. თითქმის ანალოგიური, როგორც ახლა მედიითაც გავრცელდა, უბრალოდ განსხვავება ის იყო, რომ იქ დაიჭირეს გაცილებით ბევრი ადამიანი და სასტიკად ნაცემი გაცილებით ცოტა. და ჩართული ყავდათ რუსეთის ფედერაციის ძალოვნები. რეალურად დასავლეთმა ვერაფერი ვერ გააკეთა, ხო? კი ბატონო, სტატუს კო დარჩა ის, რაც იყო არჩევნებამდე. ესე ძალიან კარგი შეკითხვა და რემარკია. უყურეთ, ჩვენ ახლა ვართ ბელორუსი 2020 კი არა, ჩვენ ვართ ბელორუსი 2016. აი 2016 წელს თუ 15-ში როდესაც იყო ბელორუსში არჩევნები, სავარაუდოდ ხო 15-ში. არა, მნიშვნელობა, ანუ წინა არჩევნები 2020-ისა იქ რო გამოსულიყო ეს ხალხი, მოქალაქეები ბელორუსის, არ ჩამჯდარიყო სახლებში. მაშინ ევროკავშირი და ამერიკა შეძლებდა და მთელი ცივილური სამყარო მოქალაქეების მხარდაჭერას იმისთვის რომ ლუკაშენკოს რეჟიმი შეცვლილიყო. აი 2020 წელს უკვე იყო ძალიან გვიან და ამიტომ ვეუბნები მე ჩვენს მოქალაქეებს რომ პირობითად 2028 წელს ჩატარებული არჩევნები უკვე ძალიან გვიან იქნება. ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე კონსტიტუციურად ახალი არჩევნებით უახლოეს 2-3 თვეში. გასაგებია და ერთი კითხვა შენთან და მე ხატიასთან, ლაშასთან და აი ბოლოსკე რო წავიდეთ თან, რომ არ გადავღალოთ მაყურებელი. გიორგი, ანუ უოლსონი, რესპუბლიკელი სენატორი ხო, ტრამპის ასე ვთქვათ, მარჯვენა ხელი თუ არა ახლობელი ძალიან, ის ღიად ამბობს, რომ ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია, პრეზიდენტი ერთ-ერთი ლეგიტიმური ძალა. გუშინ გააკეთა ეს განცხადება. ის წარდგენილია ხო, როგორც ვიცი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე. აი ამ მოცემულობაში რატო აქვს ოცნება 20 იანვრის და ტრამპის იმედი? ან როგორ წარმოგიდგენი, აი 20 ინაუგურაციის მერე, როგორც კი დასრულდება, ტრამპი გამოვა და იტყვის, რომ მე წვანეს ულთებს. არა, რა თქმა უნდა, ეს იყო საკუთარ ამომრჩეველზე გათვლილი სატყუარა და გათვლილი პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, ნაბიჯი. როგორც იტალიამ, ესპანეთმა, რუმინეთმა და სხვა სახელმწიფოებმა ახლახანს 2-3 დღის წინ ამხილეს, რომ ეს არის მატყუარა ადამიანი კობახიძე, რომელიც თვალსა და ხელშუაც აღარ ქვია, აი ძალიან თავხედურად სხვა სახელმწიფო სახელით იტყუება, იგივე ტყვილი არის, რომ არჩეული პრეზიდენტი ტრამპი მოვა თუ არა, ის თუ არ ჩამოვარდება საქართველოში, იქ მიიღებს ამ რეჟიმის წარმომადგენლებს, ჩაეხუტება და აუნთებს ეგრეთ წოდებულ მწვანე შუქს. რა თქმა უნდა, ეს არის ტყილის ზღაპარი, ჩვენ ამაზე გვისაუბრია და მარტივად ამიტომაც დღეს უკვე დაიწყეს ნელ-ნელა შეპარვა, რომ აი მეგობრებო, მთლად 20 იანვარსაც ნუ დაველოდებით, მთლად ტრამპსაც ნუ დაველოდებით. ტრამპს სულ მცირე იმდენი გასაკეთებელია მის გარშემო, ანუ საკუთარ სახელმწიფოში, საკუთარ ქვეყანაში, რომ ხა კიდეც რომ მასობრივ დეპორტაციას. კი ბატონო, ეგეც ვნახოთ, ეს უკვე მისი შიდა საკითხია, მაგრამ ერთ დავამატებ უბრალოდ, რომ კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დღევანდელი ახლა ამ წუთში მოქმედი ადმინისტრაცია ამერიკაში იღებს, არ არის შეუთანხმებელი მომავალ ადმინისტრაციასთან, ვინაიდან მიდის გადაბარების პერიოდი. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაცია მომავალი ტრამპის საქმის კურსშია ყველა იმ სანქციის და საკითხის, რომელიც აი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქართული ოცნების და ამ რეჟიმის და სისტემის წარმომადგენლებს დაეკისრა და დაეკისრებათ. ამიტომ ეს არის რა თქმა უნდა რაღაცა ზღაპარი, სულ ვადრე ამ სიტუაციას ჯანი როდარის წიგნით სრუთა სამეფო და გამოჩნდება ძალიან მალე დარწმუნებული ვარ
ის ხმამაღლა მომღერალი გმირი, რომელიც ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც საკუთარი ხმამაღალი სიმღერით რეჟიმს დაასრულებს. ხმამაღალი ცეკვა ქართველ ხალხს უშავს. ჩვევია. ახეთ ხორუმი, რომელიც მართლაც სამბეჭდავი იყო, ხატიას ვკითხავდა მე ლაშად დავასრულოთ, ხატია შენ ბევრი წელი ვიცხოვრე ბრიტანეთში. უკეთესად იცნობა ამ ქვეყანა, თქვათ, იქაურ განწყობებსაც. ბრიტანეთი სიტყვა არის გადამწყვეტი, დაასანქცია, ხო? შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე თუ არ მეშლება. ეს რას ნიშნავს? ზოგადად ბრიტანეთი ტონის მიმართული არ არის ევროკავშირის წევრი, დატოვა, მაგრამ ევროპისთვის არის რაღაცნაირად ტონის მიმცემი, თან შეერთებულ შტატებთან კონსულტაციით გავაკეთეთ ესო. აი ეს რას ნიშნავს? უკვე ბრიტანეთი როცა ასანქცირებს. ეს ნიშნავს იმას, რაც ხდება სინამდვილეში ჩვენს თავს, ქოცების თავს. მართალია იმედზე სულ სხვა ამინდი აქვს და რეალობა. მაპატე გულში როდესაც გადიოდა პრეზიდენტი პირველ სკოლასთან როცა იყო, იმედი უჩვენებდა რაღაც თურქულ სერიალს. ხო, საოცრებებს აგი 1500 კაცი, 1500 კაციო. ამბობენ, როდესაც ტევა არისო, მართლა. აი შეხო ყავს მეგობრები ბრიტანეთში, აი თუ ვინც ერკვევა პოლიტიკაში, ას ამბობენ ისინი? სამწუხაროდ იქიდან მომდის ასეთი თავდაჭერილი ბრიტანული კითხვები, რომ ნამდვილად რუსეთის მეგობარი გახდა თქვენი ქვეყანა. ასე ჩანს გარედან ჩვენი ქვეყანა. არა. მე პასუხობ, რომ უზურპირებული აქვს რუსულ მთავრობას ჩვენი ქვეყანა, თორე ქვეყანა და ხალხი არ გამხდარება. აი თანადგომას თუ თავაზობენ ან რა თქმა უნდა, თანადგომასაც თავაზობენ და აქ წამოდი და აი მოდი ესეთ რამეს კითხავ. თუ კი ისე მოხდა, რომ ოცნებამ გაიფორმა ის რა სტატუს კვოს დღეს აქვს და ტოვებ ქვეყანას. ჩემი ქვეყნის დატოვება ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული. მინდა გითხრათ, კოდს რო ადებენ სანქციას, იგივე არ იქნება ჩემთვის საპირისპიროთ, ანუ რომ მე ქვეყნის დატოვება მომიწიოს. საერთოდ რეპრესიები, რუსული. ხო, იქნება რეპრესიები, მაგრამ კარგი მე წავედი. დავტოვე. დანარჩენები, ვინც მიყვარს ის ხალხი თუ აქ ჩავტოვე ამ რეჟიმში, პოსტსაბჭოეთში და იმაში, რაც ძლივს გამოვეწიწკნეთ, როგორ შეიძლება ვეღარ კარგად. შენთა ალღო პოლიტიკური გას კარნახობს. აი რაც გიორგის კითხვა. როდის იქნება კულმინაცია? კულმინაცია სამწუხაროდ მე ასე ვთვლი, ეს ჩემი პირადი აზრია, რომ სიმღერებით და ხორუმებით ვერ მივალთ შერყევამდე კრემლის. მან უკვე კომპლექსურად არის საჭირო იყოს ცეკვაც, არ ვერჩი არც ხორუმს და არც მრავალჟამიერს, მაგრამ ამას ჭირდება აუცილებლად გაფიცვაც და უმორჩილებლობაც და ცოტა აგრესიული აქცია. დინარაძის განცხადება დღეს არ გენიშნათ ტრამპთან დაკავშირებით 20 იანვრის მერე. ნახეთ, თქვენ როდის იქნება კულმინაცია, ხო? ეს ადამიანები კულუარულად ერთმანეთში საუბრობენ, კულუარულად ინფორმაციას იძიებენ, ხო? ის მითი რომ 20 იანვრის მერე ნახე ტრამპი მოვა, მათ თვალშიდაც უკვე გამქრალია. მათმა იციან და უკვე ემზადებიან იმისთვის, რომ ტემპერატურა მეტი არ აიწიოს ჩემი აზრით. მათი გეგმა ის, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, ნუ რატო ეხა მაგ მითებში არ შევალთ, გვაქვს ჩვენი მოსაზრება, მაგრამ გითხრა რომ აღარ გამოყავთ ხალხი ქუჩაშიო. ნახეთ, ხალხი, ანუ ნახეთ, ერთი აგრესიაც კი სახელმწიფოს მხრიდან რომელიმე მოქალაქეზე იქ გამოიწვევს ამ ხალხის ისევ გამოსვლას მასიურად ქუჩაში. იქ 10000 კაცი დგას, 5 თუ 20, მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ გადასული პერმანენტულ პროტესტის რეჟიმში. ეს ნიშნავს, რომ შენ ადამიანი ფიზიკურად არ შეუძლია ყოველდღე იდგეს აქციაზე, ხო? ერთმანეთს ანაცვლებენ. ზოგს საქმე აქვს, ზოგი ავად გახდა, ზოგს ბავშვი ყავს დასაყვანი რომელიმე იმაზე, ესე ვთქვათ, რგოლზე, ან სიმღერაზე, ან მუსიკაზე, ხო? ესენი ხალხი ერთმანეთს ენაცვლება, ავტომატურად დაუგეგმავთ ერთმანეთს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ეს ხალხი მასიურად ისევ გამოვა ქუჩაში. გახდება საჭირო, ანუ ფიქრობ ხარ დავარდე. მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ ქოცები მეტნაკლებად უკვე აზრზე მოსული არიან.
რადგან მათმა დაიწყეს შეხვედრა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან, ესეთი გონორით უკვე აღარ ლაპარაკობენ, ალზე მოსულები არიან და ცდილობენ მაქსიმალურად ოქროს შვალედის გამონახვას. ნახოთ რა. ნუ ეს ჩემი პირადი მოსაზრება, ისე როგორც ხატიას პირადი მოსაზრება, როცა თავში არიან, იმიტომ რომ ამისი არ იყოს 1500 კაცის და მარტო იმედის მაყურებელი კი არ არის მოტყუებული. როგორც აღმოჩნდა, ეს საწოდავები თვითონ არიან მოტყუებულები ამ დიპლომატიური პასპორტების დროს გამოჩნდა. ეგონათ რომ ჩვეულებრივი პასპორტით გაძვრება და ისიც კი გასაგებია. დავასრულოთ, არ გადავღალოთ ხალხი, ადამიანები ზოგი ახლა მიდის აქციაზე და ასე შემდეგ და ხვალ ისე ვაპირებთ და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პარტიის განვითარება მედია კუთხით და თავისი მცირე თუ დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი საეთერო სტუდიის განვითარებაში. ახლა თქვენთვის ეს თვალნათელი ბოლომდე შეიძლება არ არის, კამერის უკან ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ნელ-ნელა ეს ყველაფერი გადაცემებსაც დაეტყობა. მადლობა. მადლობა ვანიჩკას პირველ რიგში, რომელიც ძალიან მრავალ შეხვედრაზე დაწურებული ვარ გაზაფხულზე. არა, რომელსაც ჯერ კიდევ დავარწმუნოთ, რომ უნდა დავარწმუნოთ კი, მაგრამ იმედია დავარწმუნოთ. დავასრულოთ. ბინი შენ რას იცი? სალახო მრავალ